მოგესალმებით კიდევ ერთხელ, რაღაცება მონეტიზაცია ბრუნდება პირდაპირ ეთერში, დილის ფორმატის შემდეგ, სხვათა შორის ძალიან რეზონანსული დილის შემდეგ, იმიტომ რომ ბატონი გიორგი ქობულია იყო ჩვენთან ერთად, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი 2018-19 წლებში და მასთან ერთად მიმოვიხილეთ ის ტენდენციები, საინვესტიციო, ტურისტული, გლობალური სატარიფო კომპონენტები და ასე შემდეგ და ამ ყველაფრის გავლენა საქართველოსზე. ვისაუბრეთ შესაძლო რისკებზე და სცენარებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს თუნდაც იგივე ვიზა ლიბერალიზაციის აქტის შეჩერებას შესაძლო სცენარებზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი გაცხადებულა ცხადე არაფერს არ ვამბობთ ეს ერთი მეორე იგივე DCFTA-ის დოკუმენტის კომპონენტებს და ძალიან საინტერესო ჯელობა გამოგვივიდა. ვისაც არ იყურებიათ დილის გადაცემა, აუცილებლად გირჩევთ, გადაახვიოთ, უყუროთ და მოისმინოთ ძალიან საინტერესო ხედვები ცალკეული მიმართულებებით. მოკლედ ეს იყო დილის მონეტიზაციის მოკლე რეჟიმი. ეხლა რაც შეეხება შუადღის ფორმატს. შუადღის ფორმატი გვექნება არანაკლებ თუ უფრო მეტად საინტერესოც არა, იმიტომ რომ ფაქტიურად დღეს ჩვენი საუბარი რუბრიკაში, რომელიც Grant Thornton საქართველოს ეგიდით მზადდება, ძირითადად შევეხება იმ ასე ვთქვათ საგადასახადო საშეღავათო კომპონენტებს, რომელიც სტარტაპ ეკოსისტემას უკავშირდება. მოგვეხსენება ქვეყანაში არის იდენტიფიცირებული უკვე ამ შემთხვევაში ის თუ რა არის ტექნოლოგიური კომპონენტი და ახალ ცვლილებათა პაკეტში სამი მნიშვნელოვანი ნაწილი არის შეტანილი. ინოვაციური საწარმო, კვლევითი კომპონენტი, საგანმანათლებლო კომპონენტი, აი ამ ნაწილებს დაეთმობა თავიდან ბოლომდე ამ შემთხვევაში საგადასახადო ლიბერალიზაციის ნაწილი საშეღავათო პოლიტიკასთან მიმართებაში და რამდენად დაასტიმულირებს ეს ყველაფერი სტარტაპ ეკოსისტემას, სტარტაპ გარემოს ქვეყანაში და რამდენად დაასტიმულირებს თითოეულ ბენეფიციარს, რომლებიც სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო პროექტებში არიან ჩართულნი, იღებენ მონაწილეობას და ახორციელებენ ამ მიმართულებით fundraising-ს. მე მინდა მივესალმო ქეთევან ღამბაშიძეს, რომელიც Grant Thornton საქართველოს საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელია. ქეთევან, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა ასევე იმ ძალიან მნიშვნელოვანი თემის წამოწევისთვის, რომელიც ძალიან ბევრს აინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურია გეომეტრიული შკალა ტრენდის, რომელსაც ინოვაციები და ტექნოლოგიები ქვია. მაშინ და მე წლიდან წლამდე ჩვენ ვიღებთ რაც შეიძლება მეტ ბენეფიციარს, რომელიც უკვე ხდება სტარტაპერი და სხვადასხვა, უმეტესწილად ჯერჯერობით სახელმწიფო პროექტებიდან იღებს დაფინანსებას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უკვე ახალი ნორმატივებიც, საკანონმდებლო მიმართულებით, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული საშეღავათო მიმართულებებზე. რაც კარგი აქტია, ნამდვილად არ არის ცუდი აქტი და ძალიან კარგია სახელმწიფოს მხრიდან ეს მცდელობა. თუმცა დღეს სიღრმეებში შევალთ ზუსტად აი ამ ასე ვთქვათ ინიციატივის საბოლოო ჯამში და კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ სტუდიაში. გისმენთ ყურადღებით, რას გვეუბნება ახალი ნორმატივები და მასში გაწერილი ასე ვთქვათ აბზაცები და ქვიაბზაცები გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით სანდრო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო, ეს უკვე ინიციატივა კი არა და პირდაპირ 27 ივნის კანონში შესული ცვლილება არის ინოვაციების შესახებ კანონში და შეგვიძლია უფრო დეტალურად ჩავშალოთ ის მოცემულობები, რასაც კანონი გვისაზღვრავს. პირველ რიგში ეს ცვლილების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ უფრო ხელშემწყობი გარემო შეექმნას ინოვაციურ ბიზნესს. აქ განისაზღვრა სამი სახის სტატუსი, ეს არის ინოვაციური სტარტაპი, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია და ინოვაციური მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი. თითოეული სტატუსისთვის გაწერილი არის დეტალურად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და თითოეულისთვის განსაზღვრულია რიგი საგადასახადო შეღავათები. მაშინ, როდესაც ტექნოლოგიურ ინოვაციებსაც თუ შევხედავთ, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი საწყის პერიოდში, რა თქმა უნდა, არის ფინანსური რესურსების მოზიდვა. კომპანიას თავის პროდუქტი არ აქვს ჯერ, მომსახურება ამ პროდუქტი არ აქვს ჯერ გატანილი ბაზარზე, შესაბამისად შემოსავალიც არ გენერირდება. ამდენად ჩვეულებრივ სტანდარტულ რეჟიმში საგადასახადო დაბეგვრა მათთვის კიდევ შეიძლება ერთ-ერთი დაბრკოლება იყოს მომავალი განვითარებისთვის და იმ ინვესტიციის ჩადებისთვის ტექნოლოგიაში და განვითარებაში და კვლევებში. ამიტომ ეს საშეღავათო რეჟიმები განისაზღვრა თითოეული სახეობის სტატუსისთვის ცალ-ცალკე, რაც ძალიან მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია სტარტაპ ბიზნესისთვის საქართველოში დღესდღეობით. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და რაც თავარი არის ახლა, რაც თქვენ ბრძანეთ და აბსოლუტურად გეთანხმებით, მოხდა უპირველეს ყოვლისა იდენტიფიცირება ცალკეული მიმართულებების და ამ იდენტიფიცირების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი პრეფერენცირება აქტიურად ჩავდოთ და გამოვიყენოთ. ახლა მე მაინტერესებს ამის ფისკალური ეფექტი.
ამ შემთხვევაში და მაშასა და მე აი თითოეულ ბენეფიციარი. ხო, აი მე მინდა რომ ერთგვარი ჩვენ დღევანდელი საუბარი იყოს ერთგვარი ინფორმერიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გუყურებს ახლა, მათ შორის ძალიან ბევრი სტარტაპერიც და მაშასა და მე გვაინტერესებს რა იქნება, ასე ვთქვათ, ის საშეღავათო ნორმატივი, რითაც ისარგებლებს ამ შემთხვევაში სტარტაპი. ვარ სტარტაპერი. დავაფუძნე კომპანია, მივიღე დაფინანსება, პირობითად ჯიტასგან, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან, ან სტარტაპ საქართველოსგან, ან ღმერთს მაქნას და გამომიშთა ენჯელ ინვესტორი, რა ვშვები შემდეგ? კი ბატონო, აქ როგორც აღნიშნეთ, არა მარტო სტარტაპზეა საუბარი, თუმცა სტარტაპისთვის უფრო მეტად საინტერესოა და უფრო მეტად მნიშვნელოვანია, დავეთანხმოთ ერთმანეთს. პირველ რიგში კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდა იმისათვის, რომ იყო ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანია და ნახეთ სტარტაპი ჩვენ როგორც წარმოგვიდგენია ყოველთვის როგორც ახლად დაფუძნებული, მაგრამ აქ ამ კრიტერიუმში არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩადებული. ინოვაციური სტარტაპის პრეტენდენტს, რომელსაც სურს რომ სტატუსი მიიღოს, უნდა კონდეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ან ინვესტიცია საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზი ინვესტორებისგან, ან აქსელერატორებისგან 100,000 ლარის სულ მცირე ოდენობით, ან მიღებული გრანტი სულ მცირე 150 ლარის ოდენობით. ანუ ამით ამ შეზღუდვით ფაქტობრივად ხაზი ესმევა იმას, რომ რაღაც ისტორიის მატარებელი უნდა იყოს ეს სტარტაპი. არა დღეს და გუშინ დაფუძნებული იმისათვის, რომ პირობითად ვთქვათ, ისარგებლოს მხოლოდ საგადასახადო შეღავათებით, ხო? ამასთან არ უნდა იყოს ლიკვიდაციის პროცესში, არც უნდა კონდეს საგადასახადო დავალიანება. მეორე მომენტი არის მცირე და საშუალო კომპანიები, ინოვაციური მცირე და საშუალო და თავის დასახელებიდან გამომდინარე სარასის კატეგორიებს რომ მიუძნათ უნდა იყოს მესამე ან მეოთხე კატეგორიის კომპანია აუცილებლად და რიგი კრიტერიუმები მათაც აქვთ, ანუ კერძოდ გასული წლის, ანუ ნახეთ, აქაც ისტორიაზე გადავდივართ, რომ რაღაც ისტორიის მატარებელი უნდა იყოს. გასული წლის ხარჯი ასეთი ტიპის კვლევებზე და შემუშავებებზე უნდა იყოს პროპორციულად არანაკლებ 5%-ისა მის შემოსავალთან იმავე პერიოდში და თანხმობრივ გამოსახულებაში არ უნდა იყოს, სულ მცირე უნდა იყოს 100,000 ლარი. და რა თქმა უნდა, ხა საქმიანობა თვითონ შინაარსიდან გამომდინარე ხვდებით, რომ ანუ ინოვაციურ ბიზნესზე გვაქვს საუბარი და უნდა იყოს ინოვაციური პროდუქტის შემუშავება, ინოვაციური პროცესის შემუშავება, ან ინოვაციური მომსახურების გაწევა, ხო, თავის შინაარსით. და მესამე რაც გვაქვს, ეს არის კვლევის და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია. აქაც შეუძლია, ანუ მოიპოვოს ეს სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ ჩართული არის პირდაპირ ამ საქმიანობაში და მისი კვლევითი კომპონენტი ემსახურება საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებით კვლევებს და რაც შეეხება პერიოდებს, ანუ ამ სტატუსის მინიჭების ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. თუ მცირე და საშუალო კომპანიას, ისევე როგორც კვლევითი მომსახურების გამწევ კომპანიებს ეს სტატუსი აქვს უვადოდ, სტარტაპის შემთხვევაში ეს სტატუსი ენიჭება 1 წლით, შეიძლება გახანგრძლივდეს 1 წლით და ჯამში ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა აჭარბებდეს 10 წელს. ნუ მეორე საკითხია, რომ 10 წლის შემდეგ რამდენად სტარტაპად შეიძლება ჩაითვალოს ესა თუ ის კომპანია, ეგ უკვე სხვა მსჯელობის საგანი არის, მაგრამ რიგი კრიტერიუმები დაექვემდებარება გადახედვას ყოველწლიურ რეჟიმში და შესაბამისად სტატუსის შენარჩუნება, შეჩერება ან საერთოდ გაუქმება იქნება განხილვის საგანი ამ შემთხვევაში. კი ბატონო. და რომ ვისაუბროთ თვითონ საგადასახადო შეღავათებზე, ყველაზე მთავარი რაც არის განსაზღვრული აქვს. სტარტაპის შემთხვევაში გვეუბნება ჩვენ კანონი, რომ პირველი 3 წელი სტარტაპი სარგებლობს შეღავათით ხელფასებთან მიმართებაში და საერთოდ არ ებეგრება საშემოსავლო გადასახადით სახელმწიფო განათება. შემდგომი 3 წელი საშემოსავლო გადასახადი არის 5% ნაცვლად სტანდარტული 20-ისა და თუ კი დააგროვა მოგება, რომელიც უნდა იქნას განაწილებული, ნაცვლად 15%-ისა, აქაც იქნება 5%. შემდგომი 4 წელი უკვე თუ 10 წლის ჭრილზე ვსაუბრობთ, იქნება ორივე შემთხვევაში საშემოსავლო და მოგების გადასახადი 10%-იანი განაკვეთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია ნამდვილად დამთანხმებით. რაც შეეხება მცირე და საშუალო კომპანიებს, აქ მთავარი შეღავათი არის ის, რომ შეუძლია მოგების განაწილება ცხადია, მაგრამ მოგების განაწილებისას გასულ წელს რა ხარჯიც ქონდა ამ კვლევის და კვლევით კომპონენტში დახარჯული სამმაგი იმ ხარჯის ოდენობა შეუძლია გამოიქვithos მოგების გასანაწილებელი მოგების დაანგარიშების დროს, ანუ შესაბამისად უმცირდება მნიშვნელოვნად მოგების გადასახადის კუთვნილი, ხო? ხოლო რაც შეეხება მომსახურების გამწევ კომპანიებს, აქ 10% აქვთ განსაზღვრული
და შესაბამისად ამ შეღავათის ნაწილში სარგებლობენ ასევე უვადოთ ოღონდ იმ პირობით, რომ ადმინისტრირების ნაწილიც არის ამ ბოლო უკანასკნელ სტატუსის მქონეს 30 აპრილამდე ყოველ წელს აქვს ვალდებულება წარადგინოს დეტალური ანგარიში. გასაგებია, კი ბატონო. და იქნება შესწავლილი შესაბამისად, რამდენად შესაბამება მათი საქმიანობა იმ კრიტერიუმებს, რაც არის განსაზღვრული და რამდენად უნდა შეუნარჩუნდეთ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო ესე ვთქვათ კომპონენტები ახსენეთ ახლა პირდაპირ ეთერში, ძალიან კარგია ეს ყველაფერი. ახლა აი ფისკალურ ნაწილს მინდა ისევე დაუბრუნდეთ. საბოლოო ჯამში, აი თქვენ რა შედეგებს ელით? საბოლოო ჯამში, ახლა ორ ფრონტზე გავყოთ ჩვენი საუბარი. პირველი ეს არის SME სექტორი. მცირე საშუალო ბიზნეს ეკოსისტემა, რომელსაც ნამდვილად ჭირდება საშეღავათო კომპონენტების ამოქმედება, იმიტომ რომ ნებისმიერ სხვა თანაბარ პირობებში და რეალობაში SME სექტორი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხერხემალი, ეს არის აპრიორი. ეს ერთი ნაწილი და მეორე იგივე ტექნოლოგიური კომპონენტები. ხო, ახლა მე ფიქრობ და არ ვიქნები აქ ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ალბათ სახელმწიფო მას დაინახა ის გამოწვევები, რაც საბოლოო ჯამში სტარტაპ ეკოსისტემაში არსებობს. ახლა ჩვენ კულისებშიც გქონდა საუბარი, რომ აი საქართველოში მაგალითად არც ერთი იუნიკორნი სამწუხაროდ არ გვყავს. ხო, ახლა მე შორს ვარ იმას რის გან რო ეს ცვლილებები ეგრევე იუნიკორნებს გააჩენს ბაზარზე, ეს რა თქმა უნდა ასე არ იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში სტიმულის თვალსაზრისით შეიძლება რომ ეს იყოს ძალიან ბევრი სტიმულის მიმცემი თითოეულ სუბიექტებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მასშტაბად აი ეს ცვლილებები და თქვენი კომპეტენტური მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, აი პირველი რა ფისკალურ ეფექტი არის გათვლილი საბოლოო ჯამში და მეორე, ანუ აი მიზნები, რამდენად სწორად არის იდენტიფიცირებული და რამდენად შეიძლება ჩვენ რომ აი ამ კანონის სწორი ინტერპრეტირების შემთხვევაში და მასშტაბადამე, ანუ ეკოსისტემისადმი სწორად მიდანის შემთხვევაში გავიდეთ იმ შედეგებზე, რა შედეგებიც არის კონკრეტულად აი ამ ჩარჩო მექანიზმში. ძალიან კარგი კითხვა. ბოლო კითხვიდან რო ამოვიდეთ შედეგებთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ, ძირითადი მიზანი, როგორც აღნიშნეთ, არის ხელშეწყობა ამ ეტაპზე. არ მგონია, რომ რაიმე სტატისტიკური შედეგები კონკრეტულად ყოფილიყო რისკენაც მივისწრაფით ამ მომენტში, ანუ კონკრეტული ციფრების დონეზე დადებული, ხო? და ალბათ ისევე უნდა შევხედოთ, როგორც ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უკვე იქცა რეალობად ამ დღეის მდგომარეობით, ვნახოთ პრაქტიკაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ იმუშავებს. მინდა გითხრათ, რომ შეძლების დაგვარად ნამდვილად ამ კრიტერიუმებშიც კი იკითხება და არის განსაზღვრული, რომ მაქსიმალურად შეზღუდულია ის მომენტი, რომ არაკეთილსინდისიერმა გადასახადის გადამხდელმა პირობითად არ ისარგებლოს იმ შეღავათებით, რაც შეიძლება სხვა დააყენოს დარტყმის ქვეშ ნამდვილად პატიოსნად მომუშავე სტარტაპერი იქნება თუ უკვე მომუშავე კომპანია, ხომ ასეა. ამიტომ ეს შეზღუდვები როგორ იმუშავებს, როგორი ინტერპრეტაცია ექნება, აი ზუსტად იმ წლიური ანგარიშების წარდგენით ვნახავთ პირველ რიგში. მეორე კომპონენტი, რომ აღნიშნული ცვლილება გვაძლევს საშუალებას მეტნაკლებად პროგნოზირება გავაკეთოთ კომპანიისთვის, თუ როგორ შეიძლება გათვალოს თავისი პოტენციური შემოსავალი თუ ხარჯი, დაგეგმოს, საგადასახადო კომპონენტის გაითვალისწინოს ამ შეღავათების გამო, ანუ ბაზის საფუძველზე, კი ბატონო, და რაც ყველაზე მთავარია, ასეთი პროგნოზირება მისცემს საშუალებას მოგეხსენებათ ყველას გვევალება ასეთი თუ აუდირებული ან არააუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენა კომპანიებს გულისხმობ და სტარტაპისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იყოს გამჭვირვალე ეს ფინანსური ანგარიშგება, იმისათვის, რომ პირდაპირ ინტერესია მოიზიდოს ინვესტორები, კონდეს კეთილსინდისიერი გადამხდელის და კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიის სტატუსი, იყოს კონკურენტუნარიანი და რაღაც შედეგებს ხედავდეს ამ კანონით მინიჭებული შეღავათების სარგებლობის ნაწილში. თავისთავად ცხადია, ხო? ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდა ამ აუდირებული ფინანსური ანგარიშგების ნაწილისა, სადაც გაითვალისწინებს ამ საგადასახადო შეღავათებს, კარგად უნდა შეაფასოს, ვიტყოდი, უღირს თუ არა ამ სტატუსზე ფიქრი. იმიტომ რომ ეს სტატუსი ზღუდავს ერთდროულად რამდენიმე სტატუსის გამოყენებას, ან თუ ამ ტექნოლოგიურ ინოვაციებში არის ჩართული კომპანია, აქამდე ვიცით რომ გვაქვს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ვიცით რომ გვაქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, რომლებიც ასევე რიგ შეღავათებს ითვალისწინებენ და რიგ კრიტერიუმებს. ოღონდ თუ ამ ინოვაციებზე გვაქვს საუბარი, იმ სტატუსებით ვეღარ ვისარგებლებთ. ამიტომ ეს არის ასევე დაგეგმარების ნაწილი, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა პოტენციური სარგებელი ან რისკი შეიძლება წარმოიშვა
მიღებას ამ ერთ-ერთი სტატუსის დათმობით და მეორე სტატუსის ხო, ნუ აქ რეალურად სასწორის აბსოლუტურად სწორად ბრძანებთ, იმიტომ რომ სასწორის რამდენიმე პირა გვაქვს აქ ამ შემთხვევაში და სწორი ინტერპრეტაცია უნდა გააკეთოს ნებისმიერ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ბენეფიციარმა და სწორად უნდა გაანსაზღვროს ის ნორმატივები, რომელიც მისთვის იქნება უპირველეს ყოვლისა სასარგებლო. Grant Thornton გლობალური კომპანია არის. მე მაინტერესებს, აი გლობალურად თუ შეგვიძლია ჩვენ გარკვეული მოდელები ავიღოთ, ეხლა მე არ მაქვს საუბარი Silicon Valley-ზე, შეერთებულ შტატებზე, არ მაქვს საუბარი თუნდაც იგივე ირლანდიაზე, რომელმაც ძალიან საინტერესო ისტორია დაწერა თუნდაც იგივე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ნაწილში. მე საუბარი მაქვს თუნდაც აღმოსავლეთ ევროპულ იმ ქვეყნებზე, ბულგარეთი მაგალითად, რომელმაც აი ზუსტად ჩვენთან ერთად ალბათ დაიწყო, ზუსტად აი ამ მიმართულებებზე ნაბიჯების გადადგმა, ხო? რომელიც რა თქმა უნდა ჩვენზე წინ არის. იმიტომ რომ ევროკავშირის წევრი ახლა ყველაფერს თავი დავანებოთ, მაგრამ პრეფერენცირება და ხელშეწყობის პოლიტიკა, მოდი ასე ვთქვათ, ხო, ცალკეულ ქვეყნებში სტარტაპებისადმი საგადასახადო კუთხით არის სახეზე. აი მე მაინტერესებს საერთაშორისო პრაქტიკა, აი რა ჩვენ გვიყვარს ხოლმე როგორც წესი გადმოკოპირება ბევრი მიმართულების და მე უკვე პრაქტიკაში იმპლემენტირება ამ ყველაფრის, აი გეგულებათ თუ არა და შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ მაგალითად აი რომელიმე საერთაშორისო პრაქტიკაზე, რის გაზიარებასაც მაგალითად ვისურვებდით საქართველოს რეალობაში. სამწუხაროდ ასეთი კონკრეტული მაგალითის დონეზე საერთაშორისო პრაქტიკა ჩემს ხელთამწუთში არ არის, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე ეს კანონი არა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ უბრალოდ ინიციატივა წარმოიშვა იმისა, რომ მოდი წავახალისოთ და კარგი გარემო შევქმნათ ინოვაციურ ბიზნესს, არამედ იმასაც, რომ ჰარმონიზაცია მაინც ხდება და გრძელდება, რა თქმა უნდა, იმ ევროკავშირის დირექტივებთან, იმ საერთაშორისო რეგულაციებთან და დაახლოება ხდება ამ საკანონმდებლო ბაზის, რომ ერთნაირი ინტერპრეტაცია კონდეს სხვადასხვა იურისდიქციებში ამ მიმართულებით, ხო? ამასთან დაკავშირებით კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი თუნდაც ერთ-ერთი კომპონენტი იგივე სტარტაპს რომ მიუბრუნდეთ, ჩვენ გქონდა საშუალება 1-2 გადაცემის წინ მგონი ვისაუბრეთ აი ესეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც არის კონტროლირებულ ოპერაციებში სესხი კაპიტალის კვალიფიკაციის შეცვლა. რაზედაც როგორც აღვნიშნეთ, მაშინ ღონისძიებაც გავმართეთ ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ვინაიდან ესეც არის ახალი რეგულაცია, ჯერ არ არის პრაქტიკა, ამიტომ ესეთი ღია დისკუსია, დიალოგი გქონდა თუ როგორი მიდგომები შეიძლება იყოს ამის მიმართ, ხო? სტარტაპისთვის, რომლისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროები, მით უფრო საწყის ეტაპზე, როდესაც პროდუქტი არ აქვს გატანილი ბაზარზე და მთელი მისი რესურსი დანახარჯის სახით იდება ამ კვლევით კომპონენტში, უნდა მიაქციოს ძალიან დიდი ყურადღება იმ გარემოებას, თუ ყავს უცხოელი პარტნიორი და ურთიერთდამოკიდებული პირი, რომლისგანაც იღებს დაფინანსებას. ხშირია ძალიან, როდესაც ამას ფორმალურად, უფრო სწორედ დოკუმენტურად ამას ქვია სესხი და ასეც მოიაზრებს ორივე მხარე, რომელსაც აქვს თავისი პროცენტი, რომელიც უნდა გადაიხადოს ამ სტარტაპმა. რომელიც თავის შინაარსით შეიძლება ძალიან დიდი მსჯელობის საგანი გახდეს. გნებავთ იმ ნაწილში, ისევ რომ დაუბრუნდეთ სწორ ფინანსურ ანგარიშგებად, გნებავთ იმ ნაწილში, სადაც საგადასახადო ორგანოების ინტერპრეტაციას შევხედავდეთ, ხო? იმიტომ რომ ეს სესხი თავიდანვე, რამდენად სესხი არის სტარტაპის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს ჯერ მოგება, არ არის ორიენტირებული ახლო მომავალში მოგებაზე და რესურსი კვლევით კომპონენტში იდება. აქედან გამომდინარე ეს სესხი უფრო კაპიტალი ხო არა, რომელსაც როგორც მაშინაც აღვნიშნეთ, სხვა აღრიცხვა, გადაფასების სხვა მიდგომა აქვს, დაბრუნებისას შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს როგორც დივიდენდი დაბრუნებული და ასე შემდეგ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, ანუ როგორც ვახსენეთ ამ საერთაშორისო პრაქტიკიდან, ესეთი ხაზგასმული მნიშვნელობის საკითხი არის დღესდღეობით ევროპაში, ევროკავშირის ქვეყნებში. ესე ვთქვათ და ამდენად ურჩევდი მით უფრო სტარტაპებისთვის, სადაც დასაგეგმი აქვთ ძალიან ბევრი, რომ ნამდვილად დეტალურად გაიარონ და კარგად დაგეგმონ ეს ნაწილი, რომ მერე მიუხედავად მთელი ამ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისა არ დადგნენ იმ ფაქტის წინაშე, რომ დამატებით კიდევ გქონდეთ საგადასახადო ტვირთი და უკვე რაღაცა ჯარიმა და საურავების სახით. აი ამისთვის უნდა მიმართონ მათ აუცილებლად Grant Thornton საქართველოს და კომპანიის ექსპერტები, ხო, ანუ მართლა ჭეშმარიტად, ესე ვთქვათ, დააკვალიანებენ და გაარკვევენ თითოეული ლაბირინთში, რომელიც შეიძლება ამ კუთხით არსებობდეს. მე კიდევ ერთხელ ვიძახი, მიუხედავად იმისა, რომ კულისებში ვისაუბრეთ, რომ მე ცოტა სკეპტიკურად შევხედე თავიდან აი ამ ნორმატივებს, რომელიც განსაზღვრულია, ანუ მიუხედავად ამ სკეპტიციზმისა, მე მაინც ვიტყვი, რომ ანუ ეს ცვლილებები არ არის ცუდი, ურიგო არ არის, ეს არის კარგი და ყოველ შემთხვევაში პრობლემა იდენტიფიცირებულია და მიზანიც საბოლოო ჯამში ჩვენი ყველასე ერთად უნდა იყოს, რომ გადავჭრათ ეს პრობლემები და საბოლოო ჯამში უფრო მეტად გაუხსნათ გზა იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მრავლად გვყავს
და შესაბამისად რაც შეიძლება მეტი გლობალური კომპანიის სამშობლოც გავხდეთ, როგორც იტყვიან, იმიტომ რომ ამის პრაქტიკა მე საერთაშორისო პრაქტიკაზეც რო გკითხეთ, ირლანდიამაც ასე დაიწყო, თუნდაც ესტონეთმაც ასე დაიწყო. რა ეხლა უბრალოდ ესტონურ მოდელთან არ რელევანტური იქნებოდა მაგალითს მოყვანა, მაგრამ ეხლა თუ ესტონეთთან გადმოვიღეთ ცალკეული ნორმატივები, თუნდაც იგივე რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობ, რატომაც არა შეგვიძლია მათგან გადმოვაკოპიროთ თუნდაც ის სტარტაპ ეკოსისტემისთვის დამახასიათებელი ელემენტები, რომელმაც თუნდაც Skype-ი შექმნა. თამამად ვახსენებ Skype-ს, იმიტომ რომ აღარ არსებობს ეს კომპანია სხვა სახელით ოპერირებს. ამიტომაც დიდი სიამოვნებით, მე მჯერა რომ ჩვენ დღევანდელ საუბარს და დიალოგს ექნება საკმაოდ საინტერესო გამოხმაურება და შემდეგ მაგალითად ეს თუ თქვენი სურვილიც იქნება, ცხადია, ჩვენ რამდენიმე სტარტაპ ბენეფიციარსაც შეგვიძლია უმასპინძლოთ და პირდაპირ ეთერში მათთან ერთად დიალოგის გზით გადავჭრათ ის ესე ვთქვათ, წყალებში ლაბირინთები, რაც ამ მიმართულებით შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აუცილებლად იქნება მუშაობის პროცესში. კი ბატონო, ქეთი ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო აქცენტებისთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თემა ჩვენ ძალიან აქტიურად ვეხებით სტარტაპ ეკოსისტემას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, ძალიან ბევრი მაყურებელი გვყავს ამ კუთხით და შესაბამისად ჯერა რომ დღევანდელი თქვენი საუბარი იყო მათთვის ნამდვილად საასარგებლო. კეთება ღამბაშიძე, Grant Thornton საქართველოს საგადასახადო მიმართულების დირექტორი, მასუხობდა გადაცემა მონეტიზაციის კითხვებს.